მოგესალმებით ჩემო საყვარელო ქართველებო, რამდენიმე წუთში დავიწყებთ ეთერს. შემოგვიერთდება მაყურებელი, ეს არის პირდაპირ ეთერი და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე მექნება საუბარი. ესე იგი, კარგად იცით რომ ეს ბოლო დღეებია მე მიწევს საუბარი იმ თემებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნისათვის არის მნიშვნელოვანი. მე მაქვს რამდენიმე ძალიან საინტერესო რეპორტაჟი ახლა ბელორუსში ვიმყოფები და აქ კონკრეტული მისიით ვარ, უამრავი შეხვედრა მაქვს, უამრავი საინტერესო პროექტის განხილვა მიმდინარეობს და როდესაც აქ ჩამოვედი, სიმართლე რო გითხრათ, განწყობილი ვიყავი სამუშაოდ, უბრალოდ რაღაცა კორექტირებების შეტანა მომიხდა იქიდან გამომდინარე, რომ პირთა ჯგუფის მხრიდან თავდასხმები განხორციელდა და ეს პირველ რიგში ეხება კრიმინალ მამუკა ფიფიას ისევ და ისევ. არ მინდოდა ამ კაცზე საერთოდ საუბარი. გუშინ მე სხვა თემაზეც მქონდა გადაცემა გაკეთებული, მაგრამ ეს კაცი უკვე ჩარეცხილია ქართულ-რუსული ურთიერთობებიდან, აღარავის აღარ ჭირდება. როგორც აი ტუალეტის ქახალს გამოიყენებ, ისე იქნა გამოყენებული, მივხვდნენ ყველა რომ ეს არის ფსკერი, ეს არის ტოქსიკური ადამიანი, ეს არ არის ჩემი სიტყვები, ეს არის სიტყვები ქართულ-რუსულ ურთიერთობებში მომუშავე უამრავი ადამიანისა. და ეხლა რატო მომიწია ისევ ამ პიროვნებაზე საუბარი? დღეს რაღაცა მარგინალმა პირებმა, რომლებსაც ეს ადამიანი მართავს და გვარსახელების დასახელებაც დიდი პატივი იქნება ამ ადამიანებისათვის, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ესე იგი ქსენია საბჩაკი, ეს ის ქსენია საბჩაკია, სააკაშვილმა რო ჩამოიყვანა რუსი ჟურნალისტი, რომელიც გახსოვთ ალბათ თქვენ პირდაპირ ეთერში ერთ-ერთ დაჯილდოვებაზე, როგორ კოცნიდა ქალბატონს და მე არ ვიცი მისი სექსუალური ორიენტაცია, მაგრამ ქალბატონს რატო უნდა აკოცო, ვერ ხვდები. და ერთ-ერთი გადაცემა იყო, სადაც განვიხილავდი მე სტუმართან ერთად აი ამ ესე იგი სააკაშვილის მიერ განხორციელებულ ვიზიტებსა და ვიზიტების შედეგად ასევე იმ საკითხებს, რომელიც ამ ვიზიტებს ყვებოდა და ვსაუბრობდი იმის შესახებ, რომ აი ჩამოიყვანა მეთქი ერთხელ ეს რუსი ჟურნალისტები მეთქი, ქსენია სობჩაკი და უყვარს მეთქი ქალები მეთქი და არ ვიცი ხარ ისთვის ჩამოიყვანა მეთქი. მე ეხლა პირდაპირ მინიშნებით არ გამიკეთებია ის, რომ ეხლა ეს ქსენია სობჩაკთან ქონდა ინტიმური კავშირი თუ არა. და ეს დღეს ტელეგრამ არხზე გამოჩნდა ქსენია სობჩაკის ესე იგი მასალა, რომ ნიკოლოზ ჟავანაძე, რომელიც არის პრორუსი ჟურნალისტიო, ჩემზე გააკეთა განცხადებაო, მინიშნებითო თითქოს მე სააკაშვილთან რაღაცა ურთიერთობა მქონდაო და ესე იგიო მე დაიფიცა, ამოიწყვიტა ყველაფერი, მეო არ მქონია სექსუალური ურთიერთობაო. მაგრამ ვერც ის თქვა, რომ ნიკოლოზ ჟავანაძემ დამაბრალა სექსუალური რამე კავშირი იმასთანო, რა ქვია, სააკაშვილთან, მინიშნებითა თქვაო. ეხლა როდის აქეთ გახდა მინიშნება ბრალდებისაგანი, არ ვიცი. ეხლა და თქვა კიდევაც, რომ აი რუსეთის ხელისუფლებაო ამ ადამიანთან კავშირზე არისო და ესე იგი თან ისიცა თქვა ეხლა რომ საიდან უნდა გავხსენებოდი ხა ქსენია სობჩაკს, მე ქართულ ენაზე მეყავს გადაცემები ძირითადად და გამიკვირდა და მაგრამ აღნიშნა რომ მეო ერთმა ქართულმა ჟურნალისტმაო მომაწოდაო ეს ინფორმაციო. მე ეს ჟურნალისტი ვიცი ვინც არის, ერთ-ერთი სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელია, რომელსაც იყენებს მამუკა ფიფია და უკვე ამ კაცის საერთოდ ორიენტაციაშიც შეიძლება კაცმა ეჭვი შეიტანოს ჩვენში რო დარჩეს, აი ესეთ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს რო იყენებს ეს ადამიანი
და ესე იგი გახარებული არის ზოგიერთი ეს ხელისუფლების პროპაგანდისტები ძირითადად ყველაზე არ ვამბობ აი დაბიო ფენა რომლებიც ხელისუფლებას პროპაგანდირებას უწევენ და ხან ერთთან არიან ხან მეორესთან ხან ერთი პარტიის ლოგინში იყვნენ ხან მეორე პარტიის ლოგინში იყვნენ და ესე იგი გახარებული არიან ქსენია სობჩაკი უჩივის მჟავანაძესო ჯერგერც არც მიჩივის ეს ქალბატონმა სტატია გამოაქვეყნა და ქსენია სობჩაკმა ჩემზე რომ რამე დადებითი თქვას თავი მაშინ მექნება საქმე ცუდად იმიტომ რომ ეს არის რუსეთის ხელისუფლების მტერი მიუღებელი ფიგურა რუსეთის ხელისუფლებისათვის და ეხლა ეს ქალბატონი რომ რაღაცა უარყოფითად შემაფასოს და უარყოფითადაც არ შეუფასია თქვა რომ რუსეთის ხელისუფლებასთან ახლოს არისო და ნუ ესე თქვა არაფერი ამ ქალს ჩემთვის ცუდი არ უთქვია პრინციპში ის თქვა უბრალოდ რომ აიო მეო რაღაცაო მინიშნება თქვაო ძალიან კულტურულად თქვა სხვათა შორის და აი ამ სექსუალური უმცირესობები რომ არიან მამუკა ფიფიასთან ხაზზე იმად მსგავსავით არ დაუწყიათ ორღობის ზედაკაცივით ჭორაობა ამ კრიმინალ ფიფიას ჟურნალისტების მსგავსად და ეხა აქ რა არის საინტერესო რა არის სკანდალი ქსენია სობჩაკი არის კიდევ ერთხელ მეხუთე კოლონა ეს არის რუსეთის ხელისუფლებას დაპირისპირებული და მამუკა ფიფია რუსეთის ხელისუფლების მოწინააღმდეგებს იყენებს ჩემს ვითომ გასაშავებლად და რეალურად გაშავება კი არა გათეთრება გამოდის იმიტომ რომ კაცი რომელიც რუსეთის ხელისუფლების მოწინააღმდეგეებთან კავშირზეა ეს იმას ნიშნავს რომ აი ამ კაცის საქმეს ძალიან მალე შეისწავლიან ვინც უნდა შეისწავლოს და იმდენი თაგვმა თხარაო კატა გამოთხარაო ამაზეა ნათქვამი ერთი მაინტერესებს იქ რომ შექონდა განცხადება სადღაც იმაში Facebook-ში და იმაში უნდა შევიტანო რაქნა ერთი ამ ბოდიში და რაღაცა ნარციზმა ამან დღედაღამე ხან მას რა ქვია ერთი ტანისამოსის რეკლამას რო აკეთებს ხან მეორეს ესე იგი მაკია ისა რა ქვია ეს ვერ გავიგე ზოგჯერ მგონია რომ ისი რა ქვია რაღაცა რომელიღაცა სამოდელო სააგენტოს იმას მყავს ხანი ვარჯიშობს იმ სინდი კროუფორდივით მაგრამ ესე იგი მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი გადასაფარად არის ყველაფრის ამ კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და მე არ გამიკვირდება რომ რაღაცა ეს კაცი უშნოტყნოსავდეს ერთ რაღაცას იმიტომ რომ ეს სატელეფონო საუბარი რომელიც მან განახორციელა ისე ქალივით კიო და ისე აგონიაში იყო რომ რაღაცა იძლევა იმ შტაბეშტილებას რომ ეს რაღაცა ნივთიერებებთან შეიძლება ახლოს იყოს ეს საფუძვლიანი ეჭვი მაქვს ვივარაუდო მე ამ ყველაფრისათვის და რა სიბინძურესაც შენ ავრცელებ კრიმინალო ფიფია ყველაფერი სიბინძურეში თვითონ ეფლობი შენ ვერ ხედავ ესე იგი მტერიც რო ის უნდა ყავდესო ღირსეული ისეთ ხალხს ეყნობა მეგობრებო მარგინალები სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები აი ბოდიში რო აი გაბანძებული ხალხი რომელიც ხან ერთს ემსახურება ხან ერთი არის კიდე ბოდიში აი ძალიან ისეთი საზიზღრობა ადამიანი ხელისუფლებამ გააგდო თავისი რაღაცა პიარ მომსახურებიდან წივის, კივის, რა ქვია, რატო შემიწყვიტე დაფინანსება, ეხლა ხვალ რო ხელისუფლებამ დაფინანსება შეუწყვიტოს, ალბათ ისევე ბოდიში იმაზე დადგება მომსახურების არეალზე როგორც იყო. და ხან ეხლა ერთი პერიოდი გააკეთა განცხადება მეო ფიფიასთან აღარაფერი აღარ მაკავშირებს, არაფერს არ ვიტყვიო, მე ეტყობა თანხა ჩაურიცხა და всё გადაატრიალა პლასტინკა. იმიტომ რომ ეხლა ფაქტია ერთია მეგობრებო, ბინძური მეთოდებით იბრძვიან ეს ხალხი, მაგრამ ამ სიბინძურეში თვითონ ემთხვევა, იმიტომ რომ მე თეთრი აი როგორც ეხლა ეს თეთრი საროჭი გამაცვია და ვერ ხედავ თქვენ აქ რაიმე გარკვეულ რაღაცა ჭუჭხს ისე ვერ მომახვედრებენ ჭუჭხს, იმიტომ რომ ყველამ კარგად იცის. ხალხი მედავება იმას, რომ რუსულ ქართულ ურთიერთობებშიო ვინ დაგაყენაო შენო იმათო რა ქვია რაღაცა ექსპერტად თუ და ვის რად უნდა დავეყენებინე რა მე თანამდებობაზე ვარ თუ რა 15 წელია ამ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ვარ. აი ამ ტვინგაყინულ სექსუალურ უმცირესობის წარმომადგენლებს რო იყენებს ფიფია იმათ უნდა უთხრა. თქვენ ავანტყოფებო, მე სახელისუფლებო პარტია მეძახის ედინა ერასია თავის კონფერენციებზე და საგარეო საქმეთა სამინისტრო რომ ესე იგი მუდმივი აკრედიტაცია მაქვს, თქვენ ეს არაფერს არ გეუნება, თქვენ როგორ ფიქრობთ? მუდმივ აკრედიტაციას მისცემენ ადამიანს შესწავლილი რო არ არის. ან სახელისუფლებო პარტია გამოიძახებს ადამიანს
ადამიანს და თავის კონფერენციებზე და დანიშნავს, ეს იმათ გასაგონად. ამ ფიფიას, ესე იგი, ეს სამარცხვინო, ეს კრიმინალი დიდად არ სიამოვნებს აქ რომ მე მხედავს იმ კონფერენციებზე დიდად მდელობები ქონდა, ესე იგი, რა არ გააკეთა საგარეო უწყებაშიც სადა იქ რომ ჩემთვის გაეპუჩებინა საქმე, იქაცა და აქაცა და ბევრგან კი ხელი შემიშალა, მაგრამ დასახულ მიზანს ვაინც ვერ მიაღწია ამან, იმიტომ რომ იცი რა არის, მარგი უკვე გაშიფრული არის, ყველამ დაინახა ეს ვინ არის. და მე ახლა იცით რა არის, უკვე აქ ახლა ეს ქსენია სობჩაკის ამბავი იმით არის საინტერესო, რომ უკვე დადასტურდა, რომ ეს იმ დონეზე არის მისული, რომ რუსეთის მტრებთანაც კი ალიანსი არის თავისი აი ამ გარკვეული ეგრეთ წოდებული ხელის ბიჭებითა და ხელის გოგოებით. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მეგობრებო, მე სააკაშვილის რეჟიმს ვებძოდი 2008 წლიდან და მაშინ არ შემშინებია და ეხლა აი ამ კრიმინალის არ შემეშინდება ნამდვილად რა. ეხლა ეს არის ლაჩარი, კაცი ბოდიში ჯერ ამის თავი თუ გაქვს ტელეფონზე უნდა კი არ კიოდე რომ ამას ვიზამ, იმას ვიზამ, თუ თავი გაქვს მიდი და ქენი, მაგრამ არც იმის არა შნო არა გაქვს. კაცი საქართველოში ვერ ჩამოდის, მეგობრებო, იმის გამო რომ კურდღელივით ეშინია ვინმე კვერცხი არ მესროლოს და პრორუსულობის იმის გამო და საქართველოში ვერ მოდის ქუჩაში ვერ გადის. ჩამოვა ღამით, გადაიღებს იმას ვიდეოს, წავა. ერთი ქუჩაში თბილისის ქუჩებში გავლილი გინახიათ ეს? მაგრამ ამას თბილისის ქუჩებში ალბათ ტანკით უნდა გასეირნება და ისე ფეხით გასეირნებაზე ნამდვილად უარს არის. ეს ეხა ხო და ესეთი ხალხი, ეს სპეციალურად მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმიტომ შემოგვიგდეს ჩვენ რომ გაანადგუროს ქართულ-რუსული ურთიერთობები. ეს არის ადამიანი კიდე მე ამდენ დროს იმიტომ კი არ უთმობ რომ მართლა რაღაცა პირადი ის ამაკ. ეს არის ქვეყნის მტერი ეს კაცი. მე პირად მტერს არ შევეხებოდი. ეს შემოაგდეს რომ გაანადგუროს ყველა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე. ამიტომ ვინც კი ქართულ-რუსულ ურთიერთობებში ყოფილა, ყველასთან ნაჩხუბარი არის. გამოვიდნენ პარტიის წევრები მამუკა კარტოზია, ნატა არღვლიანი, ასევე ბევრი ჩუმად არის, იმიტომ რომ არ უნდა თქვა რომ რაღაცა გარკვეულწილად დაძაბულობის რაღაცა მომენტები არის. ანუ ყველასთან დაპირისპირებულია ეს ადამიანი. პარტია დაშალა, ტელევიზია დაშალა. რა პარტიის სახელით ლაპარაკობ შეუნამუსო? სად არის პარტია ერთი გეკითხები? სად არის შენი პარტიის ოფისი თბილისში? სად არის შენი ტელევიზია რომელიც იყო? კაცი ამბობს ბიზნესმენი ვარო და არაფერი ბიზნესი მაგას არ აქვს, მეგობრებო. რა ბიზნესი შენ აქვს ერთი მაინტერესებს? რომელი ბიზნესმენი ხარ? შენ თუ ფული გამოდის და იქ იმ ქალებსო მე დავეხმარე, პარტიის წევრებს დაეხმარე, შესაძლოა შენა, რომლებსაც არც ოფისი გააჩნია. აი გეკითხებით ეხლა რო გამოდის და რო ლაპარაკობს პარტიის სახელით. მაინტერესებს, აბა დარეკეთ თბილისში თქვენ ამ პარტიის ოფისში. აბა მიდით რომელიმე იმას სადღაც ამ პარტიის რაღაცა მისამართზე. პარტიას ოფისი არ აქვს, ტელევიზია გააუქმა, ხელმოწერები მიიტანა, ესე იგი ისეთ საიტზე, რომელიც არის ლიბერალების და ის ხელმოწერები გააფლავა. აღარსად არის. მე იმდენი შრომა გავწიე ამ ხელმოწერების შესაძლებლად, ღედაღამე რეკლამირებას უწევოდი, მაგრამ ამ კაცმა აი რატო უნდა ეს თუ მტერი არ არის გეუბნებით ამ ქართულ-რუსულ ურთიერთობებს, რატო უნდა მიიტანო კაცმა ხელმოწერების შეგროვება ლიბერალურ საიტზე. 200 ლარი დაენანა მეგობრებო რომ საიტი გაეკეთებინა და იქ დამუშავებულიყო ელექტრონული ხელმოწერა. არის წუწურაკი კაცი. და ფულსაც ესე იგი ვინმეს თუ რამე მისცა, ეხლა ამბობს მე ფული მივეციო. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე რო განვაცხადე, მე ვიღაცებმა თქვეს რომ აი ზოგიერთმა გაყიდულმა და სუმდაბალმა თქვენ რო ფულს გაძლევდათ, მე არაფერ ფულს არ მაძლევდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არის გაუნათლებელი ხისთავა, არის ის ქართული და მისი ტექნიკურ მომსახურებაში იხდიდა თანხას, რომ დამემონტაჟებინა ეს მასალა, რომელსაც ის ქართულად ლაპარაკობდა. მე საერთოდ ინტერვიუს რო ვიღებ ადამიანთან პირდაპირ უშვებ, არ უნდა მონტაჟი. ამას სიტყვას უთყვით, იმაშვებოდა, რა ქვია, ესე იგი ვამონტაჟებდი ერთი მისი ინტერვიუ 5 საათი მონტაჟდებოდა, მეგობრებო და მე გადიოდა როგორც პირდაპირ ეთერი. და მე უგზავნიდი კიდე იმას, რა ქვია, თვითონ რო ენახა, იმიტომ რომ ეხა კარგად გამიგეთ რა, რომ არის ის ქართული, მისი ქართული ინტერვიუ თქვენ თუ გინახიათ ვრცელისადმე მითხარით, ისე პირდაპირ ეთერში, იმდენ სისულელე სიტყვის თავი მოგეჭრება. იმ კი არა, რუსულიც არის ის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეხვედრაზე ვიყავით პუშილინთან და კაცმა გამოვიდა და თქვა, რომ დამოუკიდებლობას გისურვებთო პუშილინს უთხრა, გესმით? დამოუკიდებლობა კი მე ვფიქრე, დაგხრიტავენ იქ მეთქი, იმიტომ რომ ესეთი სისულელე როგორ უნდა თქვა კაცმა.
ეს არის კიდევ ერთხელ მეორე ქართულ-რუსულ ურთიერთობების მტერი, ქვეყნის მტერი და ეხლა კაცმა რაც მან გააკეთა, ის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთი გამოვიდა, ერთი უნამუსო ჟურნალისტი, რომელიც არის მართლა ყველა საწოლში ნაგორავები თუ ამას ვეთქვით და თქვენო რატო გაავრცელეთო ეს ვიდეო მასალაო, ეს აუდიო ჩანაწერიო, ესო ხო დანაშაულიო. დანაშაული არის მუქარა, რომელიც მან განახორციელა. იმას კი ვერ ხვდება. კაცმა აღიარა დანაშაული ის არის რომ კაცმა აღიარა რომ მე კრიმინალი ვარო. თქვენ გინახიათ ადამიანებს ბაგაჟნიკში ყრიდნენ და სასაფლაოზე მიყავდეთ. ცოცხალი ადამიანებს ბაგაჟნიკში რა უნდა გაიგუდება. ესე იგი კაცმა თავისი დანაშაულებები აღიარა, მუქარა განახორციელა ჩემს მიმართ და ეს ვერ დაინახეს. აი მისმა ტაშის მკვლელებმა და მისმა ჯიბის ეგრეთ წოდებულმა სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელმა ჟურნალისტებმა და ის იქნეს აღშფოთენ იმაზე რომ ესო რატო გავრცელდაო ჯერ დანაშაულია ჯერ ეგერთიც როდესაც დამირეკა და რომ დაიწყო გინებები და შეურაცხყოფა მე უთხარი რომ ეს იწერება მეთქი უკვე მეთქი ამიტომ თქვენ ტკინგაყინულებო ეს არავით არის დანაშაული არის ის რაც მან გააკეთა რომ არაფრის არ გცხვენიათ ერთი არის ამორალური კიდე ერთი ამორალური პიროვნება ხატები ეკლესიები და რაღაცეებზე აქვს ისა რა ქვია სწორება თითქოს და ესე იგი კაცმა ესე იგი კიდე იმაზე ილაპარაკა რომ რატო ამცენებთ ამ ინფორმაციებს ეხა ჩემთვისაც მძიმე იყო და ამ ყველაფრის გავრცელება ამ ჩანაწერის მეგობრებო მაგრამ ვინმე დამიჯერებდით თქვენ რომ კრიმინალია მამუკა ფიფია მეთქი რომ ეს აუდიო ჩანაწერი მე არ გამევრცელებინა ციხის კადრებში რომ არ გავრცელებულიყო როგორ აუპატიურებდნენ ხალხს ვინმე დაიჯერებდა რომ ციხებში ხალხს აუპატიურებდნენ რამდენი პუბლიკაცია იბეჭდებოდა კაცი შუს არ ეჯერა მე ეს რომ არ დამედო ეს ინფორმაცია არავინ არ დაიჯერებდა ამას ისევე როგორც ეხლა ვიღაცა თუ იმით არის აღშფოთებული როგორ ანუ შენც რო იგინებოდი არა ბიჭო ეხა დედას მაგინებს კაცი და მე ავდგებოდი და მადლობას ვეთყოდი თუ რა გეკითხები თქვენ და მერე კიდე ეხლა ვერ გამირკვევია ესე იგი ამ მედიამ ნაცმედია და სახელმწიფო მედიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა გააკეთა ესეთი განცხადება რომ აი მე მოსკოვში რო ვარ და იქ საერთო საცხოვრებელში რო ვცხოვრობ უნივერსიტეტის რო მიჭირს კი ბატონო ესე იგი ეს ამოიღეს და კაცი რო კრიმინალია და დანაშაულებებს ჩადის აი ეს ამას საერთოდ ვითომ ეს არც უთქვია გესმით რა იქ რაც მთავარი იყო რაც გამოჩნდა რომ მისი კრიმინალური სახე კაცი ამბობს ესე იგი ხალხსო მეო ხო იმავშებოდი მიმყავდა სასაფლაოზე ბაგაჟნიკებში ვყრიდი და დედას იმავშებოდიო რა დედას იმავშებოდიო ალუ კლავდიო რა კიდე ერთხელ ვიმეორებ ხო და მე მეუქნება შევხვდეთო ჩვენაო შევხვდე მაგასთან არ შეხვედრის მეშინი არაფერი თუ უნდა შევხვდები კიდევაც არ არის პრობლემა მაგრამ ეს რისთვის მეუნება შეხვედრას უნდა რომ პროვოკაცია მოაწყოს ერთი შეიძლება გამოიქნიოს მუშტი მე ჩემგან რომ მე იტყვის აი ნიკოლოზ ჟავანაძემ ცემსო იმიტომ იყო ეხლა კაცი ერთი დღით ადრე სანამ მე დამირეკავდა სალავიო ლაივში გამოდის და ლაპარაკობს იმის შესახებ რომ ჩემზე არის მუქარა და ესე იგი ისაო რა ქვიაო მეოს მემუქრებიანო და მეო შემაქო FSB-შიო ისაო განაცხადიო და მეორე დღეს მე მემუქრება ესე იგი და გამოიტანე დასკვნა თვითონ იძახის რომ თავს მესხვის ვიღაცაო მე ცხოვრებაში აი ის მუქარამდე აი ეს დღეებია რატომ ლაპარაკობ ცხოვრებაში მის შესახებ საერთოდ მამუკა ფიფია სიტყვა არ მიხსენებია ერთადერთხი რომ ახსენე როდესაც მოსკოვში ჩამოვედი და მან თქვა რომ ნიკოლოზ ჟავანაძესთან ურთიერთობა არ ამაქო ვითომ ვინმე შეეკითხა არც არავინ არაცი არაცხელა თვითონ ესე მოწმენდილ თაზე თან რუსულად თან ქართულად ეს ყველაფერი თქვა მე დიდი ეჭვი მაქვს რომ ეს პიროვნება მოქმედებს საქართველოს ხელისუფლებაში ჩაბუდებული დასავლური კოლონის დასავლეთის მეხუთე კოლონის და გარკვეული სპეცსამსახურების მიერ იმიტომ რომ ეს არის ის კაცი რომელსაც ლობირებენ ის ძალები რომელ ძალებმაც გულბაათ ცხილაძე უდანაშაულო კაცი დაიჭირეს და ეს ის იმადგან აქვს რაღაც გარკვეული მხარდაჭერა თორე სახელისუფლებო რაღაცა პიარშიკები რატო უჭერებ ხარს გეკითხები ხელისუფლებას ყავს თავის პიარ სამსახური, ტრაკომი თუ რაღაცა ტრაკომი, არ ვიცი. რო ხედავს ეხლა ეს ტრაკომი ფულს რო უხდის, რა ქვია, ჟურნალისტებს და ესენი ასეთ სიბინძურეებში არიან ჩარეული და მემლანძღავენ. ხო უნდა დაურეკოს იმ ტრაკომის ხელმძღვანელმა და უთხრას, თქვენ სადერევით, გამოდით აქედან, ვინ მოგცა თქვენ უფლება იქ, რომ ნიკოლოზ ჟავანაძეს იმას, რა ქვია, თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ, ხო? მაგრამ ამას რახან არ აკეთებენ, ესე იგი რაღაცაშია საქმე. მერე კიდე ხალხო
კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი ესეთი დაბნელება როგორ შეიძლება საზოგადოების მხრიდან, რომ კიდე ზოგიერთი ვიღაცა არავინ აღარ ამართლებს ამას ნიღაბი ჩამოეხსნა, იმიტომ არის დამალული უკვე ეს რა ქვია 3-4 დღეა ვერ ჩდება ვერსად რა. ეხლა გაახსენდა თურმე რომ იმას ვანიშვილს თურმე პრობლემა აქვს ფეხზე რა. და ის სიუჟეტიც რომელიც გადაიღო იყო ეს ანტისახელმწიფოებრივი, იმიტომ რომ რა აღიარა ამითი რომ რუსეთის ხელისუფლებას ისე უჭირს რომ მამუკა ფიფიამ უნდა დაეხმაროს ამ კაცს, ესე იგი მისი რა ქვია რომ ოპერაცია გაუკეთოს გივივანიშვილს პატივსავცე მე გულბათთან ახლოს იყო რამდენჯერმე მეც ვიცი მხარდასაჭერი ის გავაკეთე განცხადება ჩემთანაც ყოფილა ჩართული და ეს არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა იმის გაკეთება, ესე იგი კაცმა ყველაფრისგან პიარი უნდა გააკეთოს რა. ესე იგი ამით რა დაანახა ეს თემს ქვეყანას რომ რუსეთის ხელისუფლება არის უსუსური, ვერ უკეთებს ოპერაციას და ამან გაუკეთა ოპერაცია იმას რა ქვია ადამიანს უკეთებს. რაში ჭირდება ამას ისედაც გაუკეთებენ ოპერაცია. ყველაფერში ხო არ შეიძლება პიარი გააკეთოს. კაცი არის იმდენად უწიგნური, უვიცი პიარშიკი, მეგობრებო, რომ ესე იგი მარია ზახაროვასთან ერთი წუთი და გადაელაპარაკა რაღაცა, გამოდიოდა მარია ზახაროვა ბრიფინგიდან და მე მარია ზახაროვასთან საქართველოს თემებზე ვილაპარაკეო და მე ქალბატონ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომ ესე იგი ამ კაცო ჩვენთან შეხვედრა არ ქონია შეხვედრა, ოფიციალური განცხადება გააკეთა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ არავითარი შეხვედრა არ ყოფილაო. პატრიარქთან, ესე იგი მივიდა რაღაცა ეთყობა ვიღაცას უთხრა შემახვედრეო და პატრიარქთან შევიდა ერთი წუთით სურათი გადაიღეს და მეო პატრიარქთან აფხაზეთზე, გლობალურ პოლიტიკაზე, მსოფლიო პოლიტიკაზე ვილაპარაკეო, როცა პატრიარქი ვერ ლაპარაკობდა საერთოდ ისე დღეში იყო იმ მომენტში. და მე საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, ამ კაცს არაფერი ლაპარაკი არ ქონიაო. აი ესეთი კაცი რომ ამდენ ტყუილი სიტყვით ხალხო რამის დაეჯერება და ეხლა გამდგარია, იმიტომ რომ იქ უთხრეს აუწიეს ყური, რომ შენ ბიძიკო უკვე აღარ მჭირდები, გადი აქიდან საერთოდ და ეხლა გამწარებული არის, ალბათ რაღაცა თრობის ქვეშაც არის, რაღაცეების თრობის ქვეშ არის და გამოყავს ეს ბოდიში აი ესეთი სამარცხვინო სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი ჟურნალისტები, რომლებიც აი ისეთ რამეს კადრულობენ. ესე იგი ერთ-ერთმა ვიღაცა არ ვიცი რარჯულის არის, რაჯიშის არის, მარია ზახაროვას წერილი გაუგზავნა ნიკოლოზ ჟავანაძეო, არ უნდა იყოსო მანდო იმითიო, რა ქვიაო, აკრედიტირებულიო და იმის მერე სამუდამო მუდმივი აკრედიტაცია მომცა პირიქით საგარეო საქმეთა სამინისტრო. ჯერ ეგერთიც მე იქ არც თანამდებობა მაქვს, უბრალოდ ეს არის აკრედიტაცია, რომელსაც აძლევენ ჟურნალისტს თავისი კვალიფიკაციისგან გამომდინარე, შესწავლა ხდება ადამიანის და მომცეს ეს კვალიფიკაცია. ეს კაცი არის ის კაცი კიდე ერთხელ ვიმლებ რუსულ-ქართული ურთიერთობების მტერი. იმის მაგივრად მეგობრებო, ჩემნაირი ადამიანთა პირიქით მეგობრულ ურთიერთობაში ყოფილიყო. მე ხელი გაუმართე, მე გამოვიყვანე ასპარეზზე, თავიდან არავინ არ იცნობდა. ეხლაც მოსკოვში ვარ, უამრავ მე მას ვაკეთებ კალონკებს, მასალებს ვაკეთებ, ვინ არის წარმატებული ქართველი, ვინ არის იქ რას მოღვაწეობს და რას აკეთებს და ამითი გარკვეულწილად ყველა უყურებს. ეხლა აი ფრიდონ ინჯია შემოგვიერთდა ხაზზე უყურებ, ეხლა ვერ დაიმალება ვერსად, აგერ ხედავ რომ ფატონი ფრიდონ ინჯი არის. ბატონო ფრიდონ, აი ლაიქებს რო უწერთ და სწორი არისო, არ აქვს ხვენიათ, რამდენჯერ ჩემთან გადაცემაში ყოფილხართ. თქვენ მე ერთი წამით რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ვინც გააკეთა, რა გააკეთა საქმე, ამას ვერ ხედავ თქვენ 15 წელი რამე რო ამ საქმეს ვემსახურებით და რაღაცა განცხადებას რო აკეთებ და ამ ფიფიას რო იმაშვებით, რა ქვია, ხარს უჭერთ ამ კრიმინალ ფიფიას. თქვენ არ აქვს ხვენიათ, თქვენ არ მოისმინეთ ის ჩანაწერი, კაცი რომელიც ამბობს რომ ბაგაჟნიკში ხალხს ყრიდი და ლუბერცი სასაფლაოზე მიმყავდაო. არაც ხვენია იმ ხალხს კიდე ამ ხალხს რომ ამ კაცს რო გვერდში უდგან, ან კიდე ერთხელ ერთ-ერთი გამოვიდა ისა დიდი ექსპერტივით გამოდის გვარსახელი არა მაგ წერს 5 წუთიან ვიდეოებს და ბატონ მამუკას როლი არის ქართული. რა როლი აქვს ხალხო, ერთი რა გააკეთა ამ კაცმა გეკითხებით. გითხრი პარტია გააუქმა ფაქტობრივად, პარტია აღარ არსებობს, ტელევიზია აღარ არსებობს, ხელმეწერები ჩააფლავა, ყველაფერი განადგურდა, ყველაფერი წაიშალა და სურათებს იღებს. ერთადერთი რასაც აკეთებს, სურათებს იღებს იქ იმაში, რა ქვია, პოლიტიკოსებთან და მე ლაპარაკობს იტყუება რომ მეო
იმასთან შეხვედრა მქონდა, ამასთან შეხვედრები და ამის დასტურია კიდე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება და საპატრიარქოს განცხადება, რომ იტყუება. ეხლა კიდე ერთხელ მემორებ, ლავროვი იყო იქ იმაში პერმში, სადაც ედინა ერასიას კონფერენციაზე ვიყავი და რო გამოვიდა ლავროვი, ისეთი მოძუძგა უნდა კიდე იქ ლავროვთან სურათის გადაღება, რომ მე ეთქვა, რომ აი ლავროვთან განვიხილეო და ახლოს არ მიუშვეს იქა იმ ლავროვთანაც კი. და ბოლოს მე ეს მედიის წარმომადგენლებმა არავინ ინტერვიუ რო არ აიღო, მივიდა იქა იმ ჟურნალისტებთან, აი ჩემი თვალით უყურებდი და ისავ სადარიო ჟურნალისტები ჩემთან ინტერვიუ აიღეთო. გესმით თქვენ ხალხო? ესე იგი რა დონეზე არის ადამიანი დაცემული, რომ ჟურნალისტებს თხოვს, რომ ჩემგანო ინტერვიუ აიღეთო და მანახოს ერთი პერმში რომელმა მედია საშუალებამ გააშუქა ეს სატელევიზიოს ვიძახი იქ რასია და ისინი რო იყო სხვა არხები. ამიტომ ერთი რამეა, რომ ეს კაცი მალე ამ კაცის სერიოზულად მოკითხავენ ყველაფერს მეგობრებო, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი მისი რაღაცა პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს და მე მოუწოდებ აგრეთვე იმ ადამიანებს, რომლებიც რუსეთში გარკვეულ დახმარებას უწევდნენ მას, ეს არის სერიოზული ადამიანები, ჩამოიცილონ, ნუ გაეკარებიან, იმიტომ რომ მათი იმიჯი შეილახება, იმიტომ რომ კაცი არის კრიმინალი. კრიმინალობა აღიარა, ეს კიდე ერთხელ ვიმეორებ, მე სადაც ვინმეს უნდა ყველას წარუდგენ ამ ვიდეო აუდიო ჩანაწერს, რომელიც გამაჩნია ხელთ და როდესაც დამირეკა მან. და მაგის მერე კაცი ვერ გავიგე, ამბობს მე ხავს ხოცავდიო, ამბობს კაცი მე მემუქრება, შეურაცხყოფას მაყენებ და კიდე შეიძლება ამ კაცის რაღაცა ვერ გავიგე, კიდე ამ კაცს თქვენ რაღაცა ნამუს როგორ წმინდავთ, ერთი გეკითხებით. მაინტერესებს რა გააკეთა ამ კაცმა საქართველოსთვის. თქვენ მართლა ხო არ გონიათ რომ ფრენების აღდგენა და უიზო მიმოცვლა მაგის გაკეთებულია ხალხო? ეს არის ხელისუფლებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღწეული შეთანხმება. ეხლა მე რომ ვლაპარაკობ ეხლა დღეს და ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე და სხვა რაღაცა რომ მოხდეს. ეს მე ვიტყვი რომ ეს ჩემი გაკეთებულია. რა თქმა უნდა მეც წვლილი შევიტანე, ყველამ შეიტანა რომ ვლაპარაკობ, მაგრამ ისე გადაწყვეტილება ამაში მიიღება ხელისუფლებებს შორის. ეხლა თქვენ როგორ პირობთ უვიზო მიმოსვლა და ფრენებს რუსეთი გააუქმებდა ხელისუფლებებთან რომ არ ყოფილიყო დიალოგი, ანუ საქართველოს ხელისუფლებასთან რო არ ქონოდა კონტაქტი მას. კიდე ერთხელ ვიმეორებ, აი ესეთი ტიპის ადამიანები იმიტომ შემოაგორეს აქ, რომ მე არ გამიკვირდება კიდე რომ ეს ჩვენი ქვეყნის სტრულად განწყობილი რომელიმე სპეცსამსახურის მისიასაც ასრულებდა, იმიტომ რომ ქსენია სობჩაკთა რო კაცი ხაზზე გახვალ, ქსენია სობჩაკთა რო საქმეს დაიჭერ, იმიტომ რომ მოდი ნიკოლოზ ჟავანაძე დავაზარალო, რაზე არის საუბარი? მე ერთ რამეს ვეტყვი მის ვიღაცა გულშემატკივარს, თვითონ ტვინი არ აქვს, ხისთავიანი, უვიცი და გაუნათლებელი ადამიანია და აქედან გამომდინარე ვინმე მაინც ურჩიეს რომ გაანებოს თავი ჩემთან ბრძოლას, თორე უფრო მეტად დაზარალდება, უფრო მეტად წაიმტრევს კი ისე. ერთადერთი რაც მას შეუძლია მეგობრებო არის რომელიმე ტაჯიკს, უზბეკს ფული გადაუხადოს და რაღაცა ცუდი გამიკეთოს მე იქ მოსკოვში, ვინმე მან თავში ჩამარტყას ან რაღაცა და მაგისიც არ მეშინია მეგობრებო, იმიტომ რომ ეხლა მე სააკაშვილის რეჟიმს უპირისპირდებოდი და ამან ეხლა ეს მაგრამ ერთი რამე იცოდეს რომ თუ რამეს ცუდს გააკეთებს, ეს ყველაფერი უკვე აღრიცხვაზე არის და მის ყველას ეცოდინება რომ ეს არის მისი გაკეთებული. ამიტომ გავავრცელე მე ეს ვიდეო, ეს აუდიო ჩანაწერით, რომ ეს არის გარკვეული პრევენციული ზომა, რომ საზოგადოებამ იცოდეს ეს კაცი რაზე არის წამსვლელი. ეს კაცი არის კრიმინალი და ყველაფერზე წამსვლელი. და თუ მას გონია რომ ვინმე ის სამართალს ესე იგი გვერდს აულის, შვილები ყავს მას და აი იმ შვილებისგან ღმერთის ღვთისმსაჯელი არაცდება მის შვილებს, თუ კი ის ადგება და მე ფიზიკურად გამისწორდება ან მომკლავს ან რაღაცას, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ერთი კაცი ვარ და ჩემი განადგურება ფიზიკურად ძალიან ადვილია, იმიტომ რომ ეხლა მოსკოვის ფართო ქუჩებში რა მოხდება კაცმა არ იცის და მე არ მეშინია ამისი კიდევ ერთხელ ვიმეორებ. სექსუალური უმცირესობების ესე იგი გურუს არ მეშინია. ეს არის სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელი მამუკა ფიფია, რომელიც იყენებს აი ესეთ ხალხს თავისი ბინძური პროპაგანდისათვის. ამიტომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ იმიტომ არ მიგვდის ამ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში საქმე, რომ აი ესეთი მარგინალი ადამიანები არის შემოგდებული ამ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში. ესეთი მარგინალი ადამიანები, მეგობრებო, რომლებსაც მეც ეხა თავიდან რაღაცა მქონდა იმედი, რომ ეს მართლა რაღაცა კაცი იყო და კაცის მაგვარი არსება იყო და მე რო დავინახე რაც როგორც იქცევა იქა, რანაირადაც იქცევა კაცი, აი გადახედეთ მაგის ესე იგი სოციალურ ქსელს. მალე მოუწევს გაუქმება, იმიტომ რომ ხედავთ რამხელა შეურაცხყოფები და რამხელა აგრესია მიდის მის წინააღმდეგ და
კაცი არის ნარცისი, მე და მთელი პარტიული სტრუქტურა აწყობილი იყო მის ქებაზე რა და რა გააკეთა ერთი მითხარით რომ ვინმე მის შეაქოს არაფერი არ გაუკეთებია მეგობრებო მე აი ახლა პარტიის ლიდერებზე თავდასხმები იყო ფიზიკური და იმ კაცი გამოდის და იმას ამბობს რომ ისაო რა ქვიაო საქართველოსიო რუსოფობია არისო მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა ყოფით ნიადაგზეო კაცი მე კაცი რომელიც ბოდიში არაბიზაციას აპრავებს კაცი რომელიც რა ვიცი თავისი მეგობრის პასუხისმგებლობის საკითხია და კიდე მაინც ხელისუფლებას ვაზელინით ეტენება და არ იტენის ეს ხელისუფლება ესე იგი ეხა რა უნდა იცით რომ დაუმტკიცოს რაღაცა საქართველოს ხელისუფლება მე ვარ აგერ მე გამომიყედეთ ფეხებზე კიდიათ იქ ეხლა რესტორანში ვიღაცა პოლიტიკოსი მივა ორჭიქას დაალევინებს და ეუნება რომ აი დამეხმარე რაღაცა ესე იგი ეს არის რესტორანში კი კიდე ერთხელ ვიმეორებ რესტორნის და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი. აი იცით რა არის? ადამიანი, როდესაც კრიმინალი არის, ხო? მან რაც არ უნდა გასტუკი გაიკეთოს, კოსტუმი ჩაიცვას, გამოიყვანო, მაინც კრიმინალად რჩება. ეხა ბოზი ხალი რაც არ უნდა კარგად ჩააცვა შენ, რაც არ უნდა იმაზე პომპეზურ წვეულებებზე წაიყვანო, რაც არ უნდა ხალხში გამოიყვანო, ბოზი არის ბოზი, მეგობრებო. ბოზ ვერაფერი ადამიანი თუ არის ბოზი იქნება ბოზი და ეს კაცი არის კრიმინალური მენტალობის ადამიანი და კრიმინალური მენტალობის ადამიანებს პოლიტიკაში რა უნდათ გეკითხები კაცი რომელიც აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ ვერც იტყვის და ვერც შუბზე ავაფა და ის ჩანაწერი კიდე თქვენ რო იცოდეთ იქ იმისთან რაღაცეებს იძახის კიდე უარეს რაღაცეებს იძახის უბრალოდ იმას ვერ გაუშვებდი ბოლომდე და კაცი რომელიც აღიარებს თან თავის კრიმინალობას აღიარებს იმიტომ რომ ეხა თქვენ წარმოგიდგენიათ ეხლა ეს კაცი რომ მართლა მიუშვა სადმე რომ იმაში რა ქვია ხელისუფლებაში რო იყოს ხალხს დახოცავს გეუნები რა მოკლავს გაანადგურებს რა ესე იგი ჯერ ხელისუფლებაში არ არის და ასე იქცევა ამიტომ მე ერთ რამეს გეტყვით ჩემო მეგობრებო დროა საქართველოს გამოუტანოს განაჩენი ასეთ ადამიანებს დროა საქართველოს ყველანაირად იმოქმედოს აი ამ სახსახრელებს